მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გავაგრძელოთ საკვირაო სახარების შესახებ საუბარი და ლიტურგიაზე ამ კვირას, დამდეგ კვირა დღეს ჩვენ ვკითხულობთ სახარებას ღადარინელი ეშმაკის განკურნების შესახებ. ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ. ეს არის სახარება ლუკასაგან. ამ კონკრეტულ ეპიზოდზე თავის სახარებებში მათე მახარებელი და მარკოზ მახარებელიც საუბრობენ და აი მათე მახარებელთან არის მცირედი, ასე ვთქვათ, სხვაობები რა. აი არა ისეთი რაღაცა მნიშვნელოვანი, მაგრამ პატარ-პატარა სხვაობები არის ლუკა მახარებელთან განსხვავებით და შედარებით ლუკა მახარებლის სახარებასთან შედარებით და ამასაც ნელ-ნელა შევეხოთ, მივყვეთ ტექსტს და მუხლობრივად შევეცდები რომ განვმარტოთ. ესე იგი, ესე იწყება მომავალი სახარების საკვირაო სახარების ტექსტი და მას ჟამსა შინა განუიდეს იესო და მოწაფენი მისნი სოფელს ამას ღადარინელთასა, რომელარს წიახ კერძო გალილეასა. ესე იგი, გენესარეთის ტბასთან მიდის იესო თავის მოწაფეებთან ერთად და მიდის სოფელ ერთ-ერთ მაშინ დაბაში, რომელსაც ქვია ღადარი, ასე ეძახიან, ასე იხსენებს ლუკა მახარებელი. აი, მათე მახარებელთან აღნიშნული ქალაქი დაბა როგორც არის მოხსენიებულია როგორც გერგესა, ანუ გერგესეველთასას ამბობს მათე მახარებელი და აქ შეება კითხვა დაებადოს, ვინც წაიკითხავს ამ ეპიზოდს, რატო არის ასეთი სხვაობა, მაგრამ არაფერი ისეთი განსაკუთრებული დატვირთვა ამ ყველაფერს არ აქვს, იმიტომ რომ ერთი მხარის ქალაქებია ორივე, ღადარიც, გადარიც, შეიძლება ესეც ვთქვათ და გერგესაც და მათე მახარებელიც და ლუკა მახარებელიც, ასე ვთქვათ, ერთი მხარის ქალაქებს ახსენებდა და ეს იყო ორი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ამ მხარეში. და შესაბამისად, ერთი ახსენებს გერგესას, როგორც მხარეს და მეორე ახსენებს ღადარს და ამით რაღაცა განსაკუთრებული რამე მნიშვნელობა არ აქვს ერთი სიტყვით, ერთი და იგივე გეოგრაფიულ ადგილზე და მდებარეობაზეა საუბარი ორივე მახარებლის მხრიდან. დავით არცა განუიდეს იგინი ქვეყანად, მოვინმე ევგებოდა კაცი ქალაქისაგან, რომლის ათანა იყვნენ ეშმაკნი და მრავალჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსაშინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა. ესე იგი, მახარებელი როდესაც ამ ეპიზოდს ეხება, ასეთ რაღაცას გადმოგცემს, როდესაც ქრისტე გერგესეველთა მხარეში ჩავიდა ტბის მეორე სანაპიროზე, გალილეის მოპირდაპირედ. მას საფლავიდან გამოსული ორი მეტად გამძღვარებული ეშმაკეული შემოეგება. ანუ მათე მახარებელი საუბრობს ორ ეშმაკეულზე. ლუკა მახარებელთანაც და მარკოზ მახარებელთანაც ნახსენებია ერთი ეშმაკეული და ამ ყველაფერს თავისი ახსნა გააჩნია, იმიტომ რომ ზოგადად გამარტებლები თანხმდებიან, რომ ორი ეშმაკეულზეა საუბარი. ანუ ორი ეშმაკეული იყო, მაგრამ ერთ-ერთი იყო განსაკუთრებულად საშიში და სწორედ ამიტომ ამახვილებენ აი ამ პიროვნებაზე, იმ ადამიანზე, რომელიც უფრო საშიში იყო ამ ორიდან, ლუკაც და მარკოს მახარებლებიც ხაზს უსვამენ სწორედ ამ ადამიანს და გახსოვთ თქვენი როგორც მოგეხსენებათ, მარკოს მახარებელი არ იყო 12 მოციქულში, იგი პეტრე მოციქულის მოწაფე იყო და პეტრე მოციქულისგან ისმენდა ზოგადად ამ ამბებს და პეტრე მოციქულის კარნახით წერდა თავის სახარებას და როგორც მოგეხსენებათ, ეხა პეტრე მოციქული ამ ამბის შემსწრე იყო, ხო, რა თქმა უნდა, მაცხოვართან ერთად იყო სულ და ამ ეშმაკეულების განკურნებასაც შეესწრო და განმარტებლები ამბობენ, რომ იმდენად შემზარავად გადმოსავა ალბათ პეტრე მოციქულმა იმ ერთ-ერთი ადამიანის მდგომარეობა, რომელიც იმ ორიდან უფრო მეტად ვინც იყო, ხო, შეპყრობილი, იმდენად ძიმედ გადმოსა, რომ სწორედ ამაზე გაუსვას ხაზი, იმიტომ აღნიშნეს მხოლოდ ეს და მარკოს მახარებელს უფრო, ასე ვთქვათ, აი ძიმედ აქვს ეს მისი მდგომარეობა, ასე ვთქვათ, გადმოცემული. ესე იგი, ვითარცა იხილა მან იესო, აქ უკვე საუბარი არის ეშმაკეულ ადამიანზე. ღაღატყოდა, შეურდა ფერხთა მისთა და ხმითა დიდითა იტყოდა, რა იძეს ჩემი და შენი იესო ძეო ღვთისა მაღლისაო, გევედრები ნუ მტანჯავ მე. ვიღაცას შეიძლება
ამ მუხლის საკითხვისას დაებადოს ასეთი აზრი, რომ ეს ადამიანი რაღაცა მომენტში შეიძლება გონზე მოვიდა და იცნო მაცხოვარი, მაგრამ ეს ასე არ არის, როგორც განმარტებლების უმეტესობა თან ხდება, ეს ადამიანი ამ დიდი ხმით ბოროტი ძალიდან გამომდინარე საუბრობს, ანუ ბოროტი ალაპარაკებს და ამ სიტყვებს მისი პირით ბოროტი ამბობს. აი ცხადია, რომ ამ სიტყვებს ეს სიტყვები ბოროტმა სულმა წარმოსთქვა, დაბუდებულმა ამ საცოდავ კაცში, რომელმაც იცოდა, რომ იესო ქრისტე მაღალი ღმერთის ძეა და რომ იგი მისი ეშმაკის ხელმწიფების დასარღვევად მოევლინა ამ ქვეყანას და სწორედ აი ეს რომ იცოდა ბოროტმა ძალამ, ასე ვთქვათ, თუ ვინ იყო მის წინაშე ვიგინდგა, სწორედ აი ამ ადამიანის პირით ხმამაღლა ღაღადებს, რომ რა არის ჩემი და შენი იესო ძეო დავითისო, რატომ მოხდი ჩვენ დასაღუპად და რა არის ბოროტი ძალისთვის დაღუპვა, როგორც წმინდა მამები ამბობენ, როდესაც ბოროტი ძალა არ ვნებს ადამიანს და მას ღვთისგან არ აქვს, ასე ვთქვათ, დაშვება იმისა, რომ ვინმე საუნოს, აი ეს მაშინ არის მისი უძლურებას განიცდის მაშინ და სწორედ მაშინ არის ყველაზე მეტად განძვინებული, ასე რომ ვთქვათ და აი მათე მახარებელთან ეს მომენტი ასე არის გადმოცემული, რომ რა იძეს ჩემი და შენი იესო ძეო ღვთისაო, მოხვეთ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩვენ და ანუ განმარტებლები ამბობენ, რომ გელოდრები ნუ მტანჯავ, იმიტომ რომ ჯერ დრო არ მოსულაო და ამბობენ, რომ ესე იგი როდესაც საბოლოოდ მოხდება ბოროტის, ასე ვთქვათ, დამარცხება მაცხოვრის დიდები დაბრუნების შემდეგ, აი სწორედ აი ამ ეს მომენტია გადმოცემული აქ ამ კაცის პირით, რომ ჯერ რატომ მოხდი ჩვენ დასაღუპად, იმიტომ რომ ჯერ ეს დრო არ დამდგარა. დაახლოებით ამას გულისხმობს ეს ბოროტი ძალა ამ ადამიანის პირით რო ღაღადებს. რამე თუ უბრძანა სულს ამას არაწმიდასა განსვლად კაცისა მისგან, რამე თუ მრავალგზის წაიტაცის იგი და შებორკილიან იგი ჯაჭვითა და საკვრელითა და სვედ და განხეთქნის საკვრელნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოისა. ესე იგი რა ხდება აქ, რომ რატომ მევედრება ბოროტისული უფალს, ნუ მტანჯავო მაშინ, როცა უფალმა იესომ უბრალოდ უბრძანა მას განსვლა ამ კაცისაგან. და რას ვარაუდობენ, აი ზოგი განმარტებელი, რას ვარაუდობს, რომ ზოგი ვარაუდობენ, რომ თუ კი ბოროტ სულს არ შეუძლია ღმერთის ქმნილების დარღვევა, რადგან ახლა ვისაუბრეთ, ხო? და წარწმედა იგი არის ასე ვთქვათ, აი ტანჯულ მდგომარეობაში იმყოფება და სწორედ ამას უკვე პრინციპში შევეხეთ, ხო? კითხა მას იესო, რა იარს სახელი შენი, ხოლო მან თქვა ლეგეონ, რამე თუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნენ მისა. რა თქმა უნდა, მაცხოვარმა იცის ამ ადამიანის სახელიც, რა ქვია, მაგრამ მისი კითხვა გარკვეულწილად იყო იქიდან გამომდინარე, რომ დაენახებინაო თავისი მოციქულებისთვის, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა იმ წუთას, თუ რა შეუძლია ბოროტ ძალას, რომ დამართოს ადამიანს, თუ რა თქმა უნდა ის ფხიზლად არ იქნება და ის მიცემს საშუალებას ადამიანს, რომ მაშინ შეუდეს. რატო შემოდის, რატო უფლებს ადამიანზე ბოროტი, ხო? ადამიანი თავისი საკუთარი თავისუფალი ნებით აძლევს ამის საშუალებას ბოროტს, რომ რაღაცნაირად მასში შემოვიდეს და შემდეგ ეს ბოროტი ძალა უკვე სხვადასხვა ნებების სახით ამ ადამიანს სრულად ეუფლება და შესაბამისად ხდება ის, როგორც აი ეს ამ ადამიანის მდგომარეობა გადმოცემული და სწორედ იმიტომ ეკითხება სახელს, რომ დაანახოს თუ როგორი ძალით ეკეთებიან ამ ადამიანს, რამდენი ეშმაკი ყავს და თან გაამხნეოს ერთი მხრივ ის, რომ მათაც მოუწევთ, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებთან შეხვედრა თავის სამისიონერო ქადაგებაში და გარკვეულწილად მზად იყვნენ იმისთვის, რომ იხილონ თუ როგორი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ბოროტის სული აწვალებს და ასევე ეს ადამიანი თავის სახელს, თავის ნამდვილ სახელს არ ეუბნება. ეუბნება, რომ ლეგეონი ქვია. ეს იყო რომაული გარნიზონის რაღაც ნაწილებს ეძახდნენ ლეგეონებს. მაშინ როგორც მოგეხსენებათ, რომის იმპერია ბატონობს, ისრაელიც მათ ხელში არის და მათი გარნიზონები იდგნენ და ლეგიონებად იყო დაყოფილი და დაახლოებით 6000 კაცი შედიოდა ერთ ლეგიონში. და ცნობილი იყო, ასე ვთქვათ, ყველასთვის ამ გარნიზონების და ამ ლეგიონების შესახებ და შესაბამისად ეს ამით გადმოსცემს და ამით ახვედრებს, ასე ვთქვათ, სვენელს თუ რაოდენ ბევრი, ასე ვთქვათ, ეშმაკი არის მასში შესული.
ხშირად გამოიყენებდნენ სიმრავლისთვის რაღაცა რომ საუბრისას რომ რაღაცა ეჩვენებინათ სიმრავლეზე, აი ლეგიონს გამოიყენებდნენ ხოლმე და ამ შემთხვევაში ამას იყენებს ეს ეშმაკეული ადამიანი და ასევე ამ სახელს განმარტებლები საკმაოდ ისე კარგად განმარტავენ სულიერი კუთხითაც, რომ ადამიანს როდესაც რაიმე ვნება შეიპყრობს, შეიძლება ერთი ვნება კონდეს, მაგრამ იმდენად ჯაჭვური რეაქცია აქვს ამ ცოდვას ჩვენში ჩაბუდებულს იქნება მოიყვანოთ მაგალითად მემთვრალეობის ცოდვა, ხო? რომ ამ ერთ კონკრეტულ ცოდვას შეიძლება იმდენი ცოდვა მიებას, რომ მართლა ლეგიონის ტყვეობის ქვეშ აღმოჩნდეს ადამიანი, ხო, მომთვრალეობას რისხანებაც მოყვება, ხო, ნამეტანი ამჩატებაც მოყვება, რასაც შეიძლება მოყვეს სიძვის და მრუშობის, ასე ვთქვათ, ნება და 1000 უკეთურება შეიძლება მოყვეს ერთ კონკრეტულ ცოდვას და აი ამ ლეგიონითაც სწორედ ეს ამას გამოხატავენ განმარტებლები, რომ ერთი ცოდვაც კი კმარა იმისათვის, რომ ადამიანი ეშმაკთა ლეგიონის ტყვეობაში, ასე ვთქვათ, აღმოჩნდეს და ევედრებოდეს მას, რაითა არა უბრძანოს მას უფსკრულსა შთასვლა და ეხვეწებიან ეშმაკის პირით ეს ადამიანი ეხვეწება, რომ ეშმაკები ეხვეწებიან უფრო სწორად ამ ადამიანში ჩაბუდებულები, რომ სადმე არ უფსკრულში არ გადააგდოს ისინი და იქვე ახლო როგორც გახსოვთ ტექსტიდან ღორთა კოლტი იყო და ეხვეწებიან, რომ ამ ღორების კოლტში შეიყვანოს ასე ვთქვათ ეს ბოროტის სულები და რატო მაინც და მაინც ღორების კოლტში, როგორც მოგეხსენებათ და ხაზგასასმელი რა არის, მე გამომჩა მე თქვა, რომ ეს ადამიანები ეშმაკეულები საფლავებში მოძრაობდნენ, ანუ იქ იყვნენ, იქ იყო მათი საცხოვრებელი გასულები იყვნენ და საფლავები იმ პერიოდში ითვლებოდა ასე ვთქვათ არაწმიდა ადგილად, მოსეს ჯულიც მიხედვით, ხო, მკვდართან შეხება არაწმიდად ითვლებოდა და შესაბამისად საფლავებიც ყველა საფლავი ქალაქგარეთ იყო მაშინ ისრაელში, აკლდამებისავით იყო გამოქვაბულები და თუ ვინმე შეპყრობილი იყო, თუ ვინმე ასე ვთქვათ რაღაცა მელანქოლი ძლეული სასოწარკვეთილებაში იყო ან რაღაცა პრობლემა ჰქონდა, აი გადიოდნენ და საშიში ადგილად ითვლებოდა და ეს ადამიანიც აი შიშველ ტიტველი სწორედ აი საფლავებში ეშმაკებისგან იქით იყო, ასე ვთქვათ, განდევნილი და აი ღორების თემას რო დაუბრუნდა გავაგრძელო, ებრაელ ერს, იუდეველებს მოსეს რჯულით ეგზალებოდათ ღორის ხორცის ჭამა არაწმიდა ცხოველად ითვლებოდა და საერთოდ წარმართებთან ურთიერთობას ეგზალებოდათ და მით უმეტეს ეგზალებოდათ ამ ხორცის ჭამა ღორი ითვლებოდა არაწმიდა ცხოველად. და აი ღორთა კოლტში შესვლას რატო უშვებსო მაცხოვარი. ერთი მხრივ ალბათ ვარაუდია ასეთი, რომ ეს ღორების კოლტი ეკუთვნოდა ეს ღადარინელთა სოფელი, ხო, იყო წარმართებით დასახლებული და ვინმე შეიძლება იქაურ წარმართის ყოფილიყო, მაგრამ არის ვარაუდი, რომ ეს იყო იუდეველების ეს კოლტი ღორთა და ისინი ჩუმად იმყოფებოდნენ, ჩუმად ჰქონდათ ეს მოშენებული ეს ღორთა ასე ვთქვათ კოლტი და ვაჭრობდნენ წარმართებთან. თვითონ არ მოიხმარდნენ ამ ხორცს როგორც საკვებს, მაგრამ ვაჭრობაში იყვნენო ამ წარმართებთან ღორები და სწორედ ამიტომ უშვებს მაცხოვარი, რომ ღორთა კოლტში შევიდეს, მაგრამ აქ არის ერთი ესეთი ასე ვთქვათ პრობლემა იმ ხრივ, რომ აი აქაც კიო განმარტებლები აღნიშნავენ, რომ აქაც კი ეშმაკის მზაკრობა იმდენად დიდია, რომ როდესაც მაცხოვარს ეუბნებიან, რომ ღორების კოლტში შეგვიშვით, რომ აი ამ ღორების კოლტში რო შეუშვებდა, ხო, მაცხოვარი, რა თქმა უნდა ეს ღორები გადაიჩეხებოდნენ და ამითი ცდილობდნენ, რომ იქაური წარმართებისთვის, ასე ვთქვათ, წარმართები ნაწყენები დარჩენილიყო, არ მიეღოთ ქრისტეს სიტყვა და არ მიეღოთ მისი ქადაგება. ხო, ხა როგორია თქვენ თავის ამით ირჩენენ თავს და უცებ ერთი ადამიანის სიტყვით ამ ხელა კოლტი უნდა გადაიჩეხოს, ხო და აი მაშიც კი მზაკრობა იდო, ასე ამბობენ განმარტებლები, მაგრამ მეორეს მხრივ ამას თავისი ჩვენთვის მით უმეტეს ქრისტიანებისთვის თავისი დადებითი კუთხე აქვს ის, რომ არც ერთ ბოროტ ძალას რანაირი სიძლიერესაც არ უნდა იყოს ის ღვთისნების გარეშე არ შეუძლია ღორების კოლტშიც შესვლაც კი თავისი, ასე ვთქვათ, ნებით და იმიტომ ეხვეწებიან, რომ იქ შეგვიშ. თუ ღმერთს არ სურს,
ღორი რო ღორია, იმაშიც ვერ შევა ბოროტის სული. ამიტომ ეს ჩვენთვის გარკვეულწილად რაღაცა ნუგეშის ტოლფასია. თან ამითი უნდოდა მაცხოვარს, ასე ვთქვათ, მასაც ამბობენ, რომ მიწიერი კეთილდღეობიდან ამ ადამიანების გონება აღემაღლებინა უფრო სულიერისკენ და აი ეს რაღაცა სარეწაოდ გახდილი და სავაჭროდ გახდილი ეს ღორების კოლტი თუ რაც იქნებოდა, ხო? უფრო მეორე ხარისხოვანი გამხდარიყო მათთვის და უფრო ამაღლებულზე ეფიქრათ მათ და ამისათვის თვითონ რა თქმა უნდა არ მიიღეს, თვითონ განეშორა იმ ნახოთ ტექსტში ამ ყველაფერს, მაგრამ განმარტებლები ამბობენ, რომ სწორედ აი ეს განკურნებული ადამიანი დაუტოვა და მე შევხვდები ცოტა წინ არ გავუსწრო მოვლენებს, ხადაგებელიც რო გახდება ეს ადამიანი და გამოვიდეს ეშმაკნინგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ და მიემართა ყოველმან მან კოლტმან კბოდეს ამას ტბად და დაიშთვნეს. ანუ ეს ღორების კოლტი გადაიჭეხა ტბაზე კლდეზე და დაიშთვნეს ტბაში. დავით არ წაიხილეს მწყემს თამაც საქმე ესე იუტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. ანუ ეს ასე ვთქვათ ამ სანახაობით შეძრწუნებული ეს ადამიანები, ვინც შეესწრო ამ ყველაფერს, მიდიან და ეუბნებიან ქალაქის ცხოვრებლებს თუ რა მოხდა და რა აღასრულა მაცხოვარმა. და გამოვიდეს ხილვად, რომელი იგი იქმნა და მოვიდეს იესოისა და იხილეს კაცი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულიყნეს. შემოსილი და გონიერი ფერხთა თანა იესოისთა და შეეშინა. რამე თუ უთხრეს, რომელთა იგი ეხილვა, ვითარცა იგი ცხონდა ეშმაკეული და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისა მის გადარინელთასა. რათა წარვიდეს მათგან, რამე თუ შიშითა დიდითა შეპყრობილიყვნენ, ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე. და გამოდიან ეს ამ გადარინელები და ხედავენ, რომ ეს ადამიანი შეპყრობილი ადამიანი არის განკურნებული და შემოსილი ზის უკვე მაცხოვრის გვერდით დამშვიდებული და ნაცვლად იმისა, რომ გახარებოდათ თავისი მოყვასის თავისი თანა ქალაქელის ხო ეს კეთილდღეობა და მადლობლები ყოფილიყვნენ მაცხოვრისა, იმიტომ რომ არც ერთი ადამიანი სიცოცხლეც კი როგორი ძვირფასია ყველამ ვიცით ხო, მაცხოვრის ბევრი იგავია და დაკარგული ცხრების იგავზე ხო, 99 რო დაგეკარგოს 100-დან 99 რო ყავდეს და ერთი დაგეკარგოს, იმ ერთს გაყვები იქამდე მიყვა სანამ არ იპოვი. თითოეული ადამიანი ძვირფასი არის ღვთისთვის და ჩვენთვისაც ესე უნდა იყოს და ამ ადამიანებს იმის ნაცვლად რომ რაღაც მადლიერება გამოეხატათ მაცხოვრის წინაშე რომ მათი მოყვასი განიკურნა, ისინი ეხვეწებიან რომ წავიდეს მათი სოფლიდან, იმიტომ რომ შეშინებულები არიან და ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზიც აქვს, გარდა იმისა რომ შეეშინდათ, მიზეზია ის რომ მაცხოვარმა, როგორც ვთქვით და აღნიშნეთ, მათ ასე ვთქვათ, სავაჭრო გამოაცალა ხელიდან და მათი ასე ვთქვათ ფინანსური კეთილდღეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ამ ღორების გადაჭეხვით. ევედრებოდა მას კაცი განეშორა რა თქმა უნდა მაცხოვარი იმ ადგილს. ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულიყნეს, რათა იყოს მისთანა, ხოლო თავად მან განუტევა იგი და რქვა, მიიქეთ სახით შენდა და მიუთხარ რაოდენი გიყო შენ ღმერთმან და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა რა იგი იყო მისთვის იესო. და აი ამ ყველაფრის მიუხედავად რომ მაცხოვარი ასე ვთქვათ, შეგეთქვას გააძევეს კიდეც ხო იმ ქალაქიდან, მაცხოვარი არ ტოვებს ამ ხარეს, წარმართა მხარეს უნუგეშოთ და აი ამ განკურნებულ ადამიანს, ერთ ადამიანს ასე ვთქვათ, უტოვებს ქადაგებლად. და ეუბნება რომ წადი და გაავრცელე ეს შენი ამბავი, რაც შენ შეგემთხვა ყველგან და ამით გახდა ასე ვთქვათ ის ქრისტეს სარწმუნოების ქადაგებელი და აღმსარებელი და დღეს სახარებას ამითი ამთავრებს ლუკა მახარებელი. ერთი შეგვეციოს ყველას და რა თქმა უნდა სახარების თითოეული ეპიზოდი არის სწავლა-მოძღვრებითი ჩვენთვის და შესაბამისად ამ სახარებიდანაც მეტნაკლებად დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რომ რა შეიძლება არ არის აუცილებელი ჩვენ ეშმაკეული ადამიანები არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ თუ არ მივეცით ნება, როგორც ნახეთ ხო ტექსტიდან, ჩვენ თუ არ მივეცით ნება, ჩვენივე თავისუფალი ნება თუ არასწორად წარმართეთ,
ვერანაირი ბოროტი ძალა ჩვენზე, მით უმეტეს ღმერთის იმედით და ღმერთის შეწევნით, ვერანაირი ბოროტი ძალა ჩვენზე ვერ გაბატონდება და ვერანაირი ლეგიონი ჩვენში ვერ დაიბუდებს, ასე რომ ვთქვათ და აი ეს უნდა იყოს მაგალითი ჩვენთვის, რომ პირველ რიგში ვიზრუნოთ არა მატერიალურზე, არამედ სულიერ სიკეთეებზე და ვიყოთ სულიერ მტკიცეები და ქრისტეს სარწმუნოების მტკიცე აღსარებლები. ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა დაგლოცოთ, მშვიდობიან საღამოს გისურვოთ. გაიხარეთ, ჯვარი გეწერით.